ბლესას დარტყმა თუ თამაშგარე არ არის, გოლი ჩაითლება, მაგრამ თითქოს გავს თამაშგარე მდგომარეობას. იქვე ხედავთ ალამს, რომელიც აღმართა ვერდისმა არბიტრმა. ინტენსიური წვიმა იყო დღეს ბათუმში, მგონი საფარს არ ეთყობა, ახლაც წვიმს და ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა. შეიძლება გარკვეულ ეპიზოდებში რომელიმე ფეხბურთელს დაუწდეს. ეს რა კარგი პასია წულუკიძე დარტყმა და 1-0. ლუკა წულუკიძე გატანილი გოლის ავტორი, მაგრამ პასი იყო შედევრი. ლუკას შესრულებაც რა თქმა უნდა იდეალური და დაგვირგვინება იყო. ძალიან კარგი, მაგრამ პასი გადაცემა, რომელმა მოთამაშემ შეასრულა, ამას გამეორება მჭირდება. ნახოთ ეს ძალიან კარგი პასი, თითქოს უერდიმარას პასს გავდა. ასეა, კი. ძალიან კარგად შეასრულა წულუკიძემ, რა თქმა უნდა, მიღებას არაფერი დაეწუნებოდა, ნახეთ. ჩაწოდება პაულაუსკასი დარტყმა და წალტუბო სამგურალი გადარჩა ამ ეპიზოდში გაშვებულ გოლს. კიტის პაულაუსკასი, რა თქმა უნდა, მეორე სართულზე ერთ საუკეთესო იყოს შეიძლება ჩვენს ეროვნულ ლიგაში თავის სიმაღლიდან, გაბარიტებიდან გამომდინარე. ჩიხლაძის პასი, ჟან-კარლოსი 1-1-ზე, სივრცე საკმაოდ დიდი აქვს, კარშიც დაარტყა, ხელებში დააფიქსირა ეს ბურთი ლუკა ხარატიშვილმა. ჩიტეიშვილმა ჩააწოდა ზუსტია ეს პასი და აქ უკვე გადარჩა. გადარჩა წალტუბო სამგურალი, ქაფიანიძეს შეეძლო ისევ, როგორც წინა მატჩში იდენტურად. ამჯერად უკვე ჩიტეიშვილის ჩაწოდება ბლესას გადაცემა და ქაფიანიძე აგვირგვინებდა თითქოს ეპიზოდს, თუ არ იყო აქ თამაშგარე მდგომარეობა, ამას უკვე მერე გადახედავდნენ. ამაგარი მომენტი იყო და ხარატიშვილმა ითამაშა თითქოს გამოსვლაზე, ხორხელმაც ალბათ გადანა მართებდათ აქ წალტუბოელებს, მაგრამ ვარდნაში დაარტყა ხორხელმა. ჯუდარტურია ახლა ბურთით კვარაცხელიაზე გააკეთა პასი მარჯვენა ფლანგზე, კვარაცხელია, ეს პასიც კარგია, ჩიხლაძის დარტყმა, ცდება ბურთი ხარატიშვილის კარს. გრძელი პასი ფლანგზე, ბლესა იბრძოლეს ბურთისთვის, მადრიჩენკო მიიღებს შემდეგ საჯერმოში, კარში დარტყმა. არა. ცდება ბურთი სამგურალის კარს. აქ პაულაუსკასი საჯარიმოშია უკვე პაულაუსკასი დარტყმა და 2-0. პირველი გოლი ლიეტუველის თითქოს არაფერი მოასწავებდა აქ იმას, რომ 1-1-ზე დარჩენილი იყო პაულაუსკასი. ყალიჩავასთან, მაგრამ ბლესასთან ძალიან მაგარი კომბინაცია გაითამაშა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის დინამომ გამარჯვებისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ბლესამ თითქოს ტრავმაც მიიღო ეპიზოდში, როცა პასი გააკეთა უკვე. სულაია ჩიხლაძის დარტყმა და ძალიან მაგარ გოლთან ახლოს იყო წყალტუბოს სამგურალი, მაგრამ ლუკა ხარატიშვილმა გააკეთა ყველაფერი, რომ ეს გოლი არ გასულიყო და მშრალად შეენახა კარი.